მხოლოდ ხელის არეში მქონდა ოდნავ სიწითლე. აზიანებაში რა გამოიხატა? გასაჯაროვებული. თქვენი კადრები არ არის გასაჯაროვებული. ხელის არეში მქონდა სიწითლე და ჩამოჭრები მქონდა. გუშინ გამოცხადდა განაჩენი 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს მას. თქვენ რას ფიქრობთ ამ არ ვაკეთებ კომენტარს. გაწი არა, ხმა უნდა ჩავიწერო ბატონო ლევან და ამისთვის არის საჭირო ტელეფონი. არ ვაკეთებ კომენტარს. თქვენ დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელი ხართ. ამბობთ რომ მარტო ხელზე მოგხვდათ რაღაც ჯოხის მაგვარი ნივთი, ხომ? მხოლოდ ხელის არეში მქონდა ოდნავ სიწითლე. მარცხენა ხელის არეში მტევანზე მოხვდა ჯოხი. არ მაქვს სურვილი გაგიკეთოთ კომენტარი. განაჩენი გამოცხადდა. თქვენ ასევე დაიკითხეთ სასამართლო პროცესზე. რას ფიქრობთ მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით როგორც დაზარალებული? კონკრეტულად ბეჭდის არეში მქონდა სიწითლე და ჩამოჭრები მქონდა და ბეჭდის არეში მქონდა. რასტავის დაზიანება მიიღეთ ეს არ გითქვამთ, გისმენდით? გაგიწითლდათ სიწითლე ქონდათ მარტო. არა, სიწითლე ქონდათ თუ სისხლი წამოგივიდათ, რო გითხარით, რომ გითხარით. დაზიანებაში რა გამოიხატა? გასაჯაროვებული. თქვენი კადრები არ არის გასაჯაროვებული. თქვენ რა სახის დაზიანება მიიღეთ, იმიტომ რომ თქვენი რომ ხართ დაზარალებული ამ საქმეში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეცა ემუქრება 21 წლის ბიჭი და თქვენ კითხვებზე პასუხს არ არსებობს. როგორც აღნიშნე ვიდეო ჩანაწერზე სტატიშვილისათვის დარტყმის ფაქტი არ ჩანს, თუმცა მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით უშუალოდ მოწმის სახით არიან დაკითხული სასამართლოში უშუალოდ როგორც პატრული ინსპექტორები, ასევე დაზარალებულად ცნობილი პირები, ასევე ექიმი, ანუ სამეცნიერო წარმოდგენილი, რომელშიც ასახულია, რომ მესტატეშვილს სწორედ იმ დროს და იმ ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები მისი მითითებით უშუალოდ მათედევიძისაგან მიყენებული. არა ვიზარ შეკრჩება. არა